სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ეხლა თქვათ, ერთ-ერთი მიდგომა ასეთია, ყოველ სათნოებაზე აღმატებული განჯის უნარია. ისააკ ასური ამბობს ამას, მაგრამ მანამდე ეს ანტონი დიდსა აქ ნათქვა. იმიტომ რომ თუ განჯის უნარი არ აქვს, ნებისმიერი სათნოება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება. და ესეც ამბობდნენ წმინდა მამები, განჯის უნარის გარეშე ყოველი სათნოება ბოროტებად იქცევა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რო ვიცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანი აი ამას ქვია ცდუნება მარჯვნიდან. არა ცოდვით ცდუნება, არამედ სათნოებით, სიკეთით ცდუნება. და ეშმაკი რო ხედავს, რომ შენ ღმერთზე უარს ვერ გათქმეინებს და ქრისტიანული ცხოვრების წესზე უარს ვერ გათქმეინებს, დაიდახავს, რომ შეუძლებელია შენ ისეთი ფსიქოტიპაჟი ხარ, რომ გამორიცხულია, რომ უკან დაიხიო ამ საკითხში. ისა მაინც არ გეშვება, ის მარჯვნიდან მოგიდგება და ეცდება, რომ შენი სათნოებანი ლოცვა, მარხვა, სიკეთისქნა, ქველმოქმედება, რა ვიცი, მოყვასზე დახმარება, რამდენი რამეა, ხო? შენი რელიგიური ცხოვრების წესის გარკვეული, თქვათ, ნიუანსები, ყველაფერი უკონტროლო გახადოს და თავის თავს დაუმორჩილოს. და ამიტომ განჯის უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი.